კრიზისის დავალებით დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან მჭიდრო კოორდინაციას, დეტალურად გავდივართ ყველა იმ საფეხურს თუ რა საკითხებში შედის ცვლილებები, განვუმარტეთ რეფორმის შინაარსი, რეფორმის მიზნები და რა შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს საბოლოო ჯამში ამ ქმედებებმა. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა მანკიერი პრაქტიკა, სიმძლავრეების დარეზერვების. ეს რეფორმა იძლევა საშუალებას, რომ მსგავსი პრაქტიკა იქნება აღმოფხვრილი, ბიზნესს ექნება შესაძლებლობების განჭვრეტის საშუალება, რომ სად და როდის შეიძლება დაერთება და ინფრასტრუქტურა როდის იქნება უზრუნველყოფილი და აშენებული მისთვის რომ მოახდინონ გენერაციის ობიექტიდან ენერგიის გამოტანა. საქართველოს ენერგეტიკის გრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის პროცესები სრულიად ერთმანეთს დაუკავშირდება. რეფორმების შედეგების გათვალისწინებით მოხდება 10 წლიანი რეალისტური გეგმის ჩამოყალიბება, რაც უმთავრეს მიზანს წარმოადგენს როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, ასევე ბიზნესისთვის. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ზოგადად ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნაწილიანი გეგმის ნაწილში და თუ რა სქემით და რა წესებით მოხდება ახალი გენერაციის ობიექტების ქსელთან ინტეგრაცია. დღეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარდგენილი ახალი წესების შესახებ მონახაზი წარდგენილი კერძო სექტორთან და აბსოლუტურად ყველა კომპანიის პოზიცია იყო, რომ მივესალმებით. ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია არა მხოლოდ ქვეყნის ენერგომოხმარების დასაკმაყოფილებლად, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტისთვის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რეფორმა იქნება ბიძგი, რომ მეტი გენერაციის ობიექტი აშენდეს მეტად გამჭირვალედ, მეტად ხარისხიანად და არ დარჩეს მხოლოდ ფურცლები, როგორც იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ერთხელ და სამუდამოდ უძრაობის ხანა ენერგეტიკაში უნდა დასრულდეს. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და კარგი იმ კუთხით, რომ ჩვენ გავიგეთ რა ცვლილებების შეტანას გეგმავს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქსელის წესებში და ეს დაერთების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ჩვენ ზოგადად ენერგეტიკაში ყველაზე დიდი პრობლემები ამ დაერთების პრობლემები გვაქვს და აი ამ პრობლემების რეგულირება მიდის ეხლა და სწორ კალაპოტში და სწორ ჩარჩოში ჩასმა გამოაცოცხლებს დარგს ერთი და მეორე მოხდება ინვესტორების გაფილტრა ამ მიდგომით და მეტი შესაძლებლობა შეექმნება უკვე სწორ პროექტებს და სწორ ინვესტორს მოახდინოს ენერგეტიკული პროექტების ექსპლუატაციაში შეყვანა და მერე ამათი დაერთება.